წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემის ოდაბადეშ კინოხონი, ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ყოველ ხუთშაბათს გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. 18:18 FM-ზე 105.9 ეს რადიო ათინათია, თქვენი განწყობის რადიო და ყველა ჩვენი გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ როგორც ვებზე რადიო ათინათი წერტილში, Facebook-ზე რადიო ათინათი და რაც შეეხება ამ კონკრეტულ გადაცემას YouTube-ზე. გადაცემას უძღვებით ორნი, მე სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს მკვლევარი ბატონი ელაშა ჯიქია. ბატონი ელაშა სულ მოუთმანდებოდება ხოლმე ხუთშაბათი და ხუთშაბათს სტუდიაშია ცხადია. როგორ ბრძანდებით ბატონი ელაშა, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო სოფიო. ჯგრობუაშ კვანგოლვა იფრეჯ ჯგრობუას გიზალიან ჩკინ რადიო მარჩკილებ ჩკი ამარვორეთ კიფშიათ ამ დღეს დღას ხოლო ჩკინ თემებშენდო ამარ კვან სახურება და ნინალებას ვორეთ მუჯგირნა რა გადრე სახურება და ნინალობა კომორძგუა მოკლედ წინა გადაცემა იყო ძალიან საინტერესო და არანაკლები გველოდება ჩვენ დღეს თუმცა აქვე თავიდანვე ვთქვათ ბატონლაშა რომ ველოდებით მასალებს თუ მოგეპოვებათ ცხადია მოგვაწოდეთ და ჩვენ გავიზიარებთ აუცილებლად კომენტარებსაც ველოდებით ხოთ შორის იმუშავა იმან რომ დავაანონსეთ წინა გადაცემისას კომენტარებზე გაცილებით მეტი იყო და მოკლედ მადლობა ამისთვის. დღეს საუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე, ეს არის სამოხი. კი ბატონო. დღემდე არის ეს. კი, სოციალური სტრუქტურა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა, ფაქტიურად მცირე სახელმწიფოს ფუნქცია ჰქონდა და განსაზღვრულ გეოგრაფიულ რეალში ფაქტიურად თავისი ტრადიციებით გამოირჩეოდა, თავისი სოციალური ურთიერთობებით და მოკლედ ძალიან დამახასიათებელია, რომ ერთი სამოხი ეს ადამიანები განსაკუთრებული სიყვარულით გამარჩენ ერთმანეთის მიმართ და პატივისცემით და ძალიან დასაფასებელი ინსტიტუტი იყო როგორც ასეთი და დღესაც ნაწილობრივ შემორჩენილია კიდევ ამ სამოხიოს გარკვეული სოციალური ფუნქციები. თუმცა ფაქტიურად დეგრადირებულია ძირითადი ნაწილი. ხო, ფაქტიურად ერთი ოჯახი იყო სამოხიო. ხო, რა თქმა უნდა, ერთი ოჯახი იყო და ზუსტად აი ეს ერთი სოციალური გარემოც ჰქონდათ და მოკლედ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები ჰქონდათ, ანუ განსაკუთრებით ეს ქრივობლების მიმართ გამოირჩეოდნენ ისინი მფარველობით, მზრუნველობით, აგრეთვე ქალიშვილების მიმართ ისინებს რომ ვინმეს არ ეძალა და არ მოეტაცნა და რაღაცა და მოკლედ პატრონობდა მთელი სამოხი. მთელი სამოხია. პირველ რიგში მეგრულად და შემდეგ უკვე ქართულად დარწმუნებული ვარ ერთი მეორეზე უკეთესი იქნება გისმენთ ყურადღებით. კი ბატონო, მუჭოთ ჩქინი ტრადიცია რენთეში, თაკმაფ ნათხილერი ტრადიცია, მარგალირე კიფჩიებუ დუჩე და უკვე ქართულა. ამღანერი მუჭო აწმანჯღერ ციფჩიითინ ჩქინი ჩიებას თართემარე სამოხიო. ტიპიურ მარგალურო ფუტე მუდგაზმარე ნორთი მუხურშერდუ აკორინელ. ნამუსუთ სანძღოსუთ მალწყარი, ხალი, თირქე, კირდე, ვარდახოლე ოხონალ ოთასალ დიხაშ ფართობი. ნორთი მუხურიშ დუალა გაშხვარება, ათე მოჩამილ ტერიტორიაშ გეოგრაფიულ სანძღოს, თიშ გეშახვადუთ, მუზმათრდუ ახალ მახურუ ფანიეფიშ გოფაჩუა შელებანი. მუჭო თაშინ ნორთიშ დუალა უმოსო ხვადუთ ფანიეფიშ სეგმენტაციათ, გმორთუალათ. ნამუთ გორდილ, მიკრო ნორთიშე გინირთუთ შხუ ნორთით. ათე გორდილ შხუ ნორთის სამარგალოს უძახუდეს სამოხიოს. მუდგაზმარენი სამოხიოში აკორინაშე გიშეშ ოფუტე. ათაშ ნამუდა სამოხიო მუჟდუჩა მიკოროცხანთ მიკრო სოციალური აკორინებს. ნამუთრდ მუდგაზმარენ გვარიშ გამნარყიშ ართობა თეშ დოძახინელ დინო სამარგალოს დინოს უძახუდეს თნემს და ზისხիր ხორციშ კერძ მოჯგირე ნამუსუთ სამარგალოს უძახუდეს თურც. მაგალითო მავითო ჩხორა უკუნიშ დალიაზდო მაეჩა უკუნიშ დაჭყაფუს ზუგიდიშ მუნიციპალიტეტის ამდღანერი ოფუტე ზედაეწერ ნამუსუთ ნამდვილო ჯოხოც ჟინენწერი დ ტყაია ბეჟაჟღალიშ ამდღანერ ოფუტე ჩხორიაშ ნორთი ნამუშ გაშხვარებაშ უკულ გორჩკინ ჟირ სამოხიო ხოლო უმოს ნაგვენა ბორჯის მაეჩა უკუნიშ ეჩიან წანებს ოფუტეთ ქმოხვათ თეშ ფორმირებაქ ათეშნერ ამნახანთ მიღნა ზუგიდიშ ოფუტე კოყის სოდე დუჩე ოფუტე კახაჩამიშეშდო კახათი ჟირ ნორთის კაკაჩიეფიშდო კაკულიეფის სამოხიოს მიკოროცხანთ ათაკ თიქ ხოლო ქირაგადუას ნამოდა მიკრო ნორთიშდო გაშხვარებულ ნორთიშ ოფუტეთ გინორთას კაბეთ როს ლააფენთ დინახლენ მიგრაციები ოხორუ გიმოთირელ ფანიეფიშ არტ აკანშე მაჟრა აკანშა გინოხორუა მარა ოფუტეშ ფორმირებას არდგილობრივ ახალ გიმნორთ ფანიებს ხოლო კაბეთ შანულობა უღუთ ნამუებ ჯინჯ უდეშ ხოლოს ახალს აკანს კდი ხოროდეს თეშნერ დუ ნაგვენა ბორჯიშ პოლიგენური ოფუტე მონოგენური ოფუტე ისტორიულო სოციალური და ეკონომიკურ ორგანიზმების გაშხვარე
გეღერება და სეგმენტაცია დირცხუაფუთ. 1000-იანო აკორინელი იძირეს სამარგალოში მუდგაზმარე ნეოფუტე, ნამუთრე მაგალთო ლესიჭინე, ჩხოროწყუს და ჯგალ წენდიხას. ამღა ხოლო თეოფუტებს მახურუეფი ჟუმენტაშ მაკათური არდგვარიშ კათარე, ლესიჭინეს სიჭინებდო ჯგალს კვარაცხელიეფი. თექ სოდეთ ოფუტეშ ნართის ჟირ ჯული ჟუმენტაშ კათა ხორანცუდო თითო გვარიშ დინე ართიანიშ მოჯგრეთი კოროცხუნა დუდისუნ თინებს სამოხიო სტრუქტურაშ ოშკაშე სოციალურ ჯაჭვის ორთუნა. სამარგალოს ოფუტეშ ნორთ სამოხიოს ნამუთ პარციალურ მეურნეობაში მათხოზინე ფანიებშერ დაკორინელინ უღუდეს ართიანი შოკათურ ტყა ოდიარე დიხებ ართოიან მოქვი სასაფლადო თაშ სამოხიოს კოლექტიურ ოდორხვალ შილებერ დუკონ მუდგაზმარენ ხოჯ კამბეშ ნამუთ თარი მახონალ ძალარდუდო თიშ გიმორნაფა არტნერო შეულებუთ სამოხიოს არძო მაკათურ ფანიას ნორთის პრაქტიკას უღუდ უჭარ კალონი სოდეთ ირკოჩის უღუდ ართიანიშ მოხვარაშ მინოვალება მუჭოთ ხონუათასუას დო მონაწიშე ჭოფუასն თეშ დიარადო ონგარიშ ბორჯის ხოლო მოხვარა ხვადუდ ართიანიშ ნინალობა ალარინათ სოდეთ ირკოჩ ჭიჭედო კაბეთ დუც ვენკიჩუან ნამუთ მუნებს შეულებდესն თით ბოლოშა ხანდენდეს ართიანიშ მოხვარა გიმიხანტუთ ხოლო მატერიალურ ალარინათ მაგალითო ღურელიში გარას გინაფორალ ფარარდუო ვარ ოჭკომალეფინ თენა სამოხიოს იშაყარუდო თინე ფართოიან ხარჯებით ინგარდეს ღურელს ფანიას მეგიინჯირუანდეს და ეკონომიურ ხარჯებს თინა ხოლო ოშინერე ნამუდა სამოხიოს მაკათურე მუნეფიშ დუც მინოვალებას მინოდვანდეს ღურელიში გუალას ტრადიცია დოთხილესკონ ომორგუალე უჩასკიმ კიქუნანდეს ოდო ღურელ გესვანჯუდუნ ყილეშ განწყიმშა ხორსტო ჰამოს მეწისაფუანდეს ჟარნეშ ხას სოთინ ბირას ხაპ შაბეშესტო თაშ სამოხიოშ უნჩაშ თარ მანჯღერერ დუდკოჩ ნამუჩქი წოხლე რადიოგანაჩემებს შინედო თიშ ფუნქცია გებჭარით დუდკოჩიშ მანჯღერუათ მუჟამი თენა საჭირორ დონ თიმ ბორჯის ფადუს სამოხიოშ ართოიან მობილიზება სამოხიო არძაშ უმოსო პატრონაჟის ურთუთ რქვიდო ონბოლებს მაგალითო გერანტირუა ბორჯის უდეშ ორთვას თირშე ხვეტუნდეს ხაჩკუა ბარგუას დო მონაწიშე ჭოფუას ონოდუდეს დო თაშ რეალურო სამარგალოს სამოხიო აკის გუმონჯუდ აგნატიკურ ოშაყარუშე დოძახინე საჯიმალოშე ნამუთ იკოროცხუთ მუჭოთ ფანიაშე გორჩქნიელ ეგზოგამირებული ართიანობა ჯუეშ ბორჯის სამოხიოშ ათეშნერი ართიანობაში თარ ნერჩ კერზ მოჯგირალა სისხիր ხორცით მოჯგირალა დ მარა ნაგვენა ბორჯის თენა გერცხილდ ომეურნო ეკონომიკური ართიანობაში პრინციპშა სამოხიო აერთიანენ სისხիր ხორცით მოჯგირებს თურც და ათეშენ ნორთიშ დინახლე მანგარორ დ თხილერ ეგზოგამია მარა ხვადოშხვა თურით აკორინელ ნორთის ხოლო ეგზოგამია კუმხო თხილერდუ ნამუთ ჯუეშ ტრადიციაშე თხილუაშე მუჟამის სამოხიოს არდგვარიშ კათა ხორანდო ენდოგამია ვაშინერ თენა ირკოჩიშო უჭარ მორალური ეთნიკურ ნორმარდ საქმე თინარე ნამუდა ოფუტეს სამოხიოშ ოხორუ ნორ ტერიტორიულო გიშართილდუ შხვა ნორთებში სოდეთ მახორუ ფანიეფის სკუალებ ართიანიშ დადოჯიმალებსოლო მინარდირდეს დო თენეფი ჩილდო კომონჯა გინოთა ვაშინერ დო ვეშილებეთ სამოხიოს თის ოცადუთ მუშ მაკათურ კათა და არზა შუმოსო გასათხუალ ცირა სკუალებ დოთხილესკონ მითინგ ვაგაბეთკო თინეფი ძალით ხვამლაფა ცხაბის ხიხვამლუანდესն თიშ გიოთხოზეშა მართა რანსკის სამოხიოშ მაკათურ ბოშებ მირულედეს ათაშ ნამუდა სამოხიორე სოციალურ სტრუქტურა ნამუთ ოხორანს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალს და უხ მუნეფიშ ართოიარინაშ თხილერ ტრადიციე მუჭომითრე ართიანიშ ალარინა საქარუას ართიანიშ ელაჩამატო თაშ მუჭობზირეთუნ სამოხიოშა მიშეშუ სისხիր ხორციშ კერზ მოჯგირე სუმოთ გვარის საჯიმალო და თაშ დოძახინელ დინო უმოსო ართურიშ კათა ოხორანდეს თაკი ათე ოკათურს უღუდ არც სოციალურ ეკონომიკურ ინტერესებდო მორალურ ეთიკურ ნორმები. კვალიშ გირირთინა. აბა ასე ხასლეშ მეზობელს გამარჯობაში რაღა დოზარდო, ითამ ვაიჩინენსი. გო მართალია. ენა ვიშილებეთი ჯუეში ირფელი ჯგირი. რაღაცები კარგი იყო და რაღაცები ცუდი. აი ეს ერთობა, იქ სადაც ერთობა, იქ სადაც ასე გორჩი დგომა, ყოველთვის მისაღებია და სასურველია და აი მე ვფიქრობ რომ აი ეს ჯუეშები ჩებნა აი მუჯგირი დრორდუან, ასეთ რაღაცას უსაუბრენ, ხასტორე ხა მონების გაყიდვას და ვიღაცის ჩაქოლვას და ცუდ რაღაცას არავინ არ ინატრებს, ხო? რა ვიცი, აი ცოტა ისეთი დამოკიდებულება არ ვიცი რას ნიშნავს ეს სოციალურ მდგომარეობამ. კი, ზოგადად ეს კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელია, როცა კაპიტალიზაცია ხდება, მაშინ აი ქონების აშშიდა სოციალური დიფერენციაცია ხდება და ფაქტიურად ირღვევა ის. ხო, თომ არ უყადრებს თავს სოციალურად უფრო შეძლებულია და ეს ღარიბია და სხვა ფენაა და რაღაცა, მაგრამ როგორც საქართველოა ასეთ პატარა ქვეყანაში მსგავსი რაღაცები არ უნდა იყოს წესით, მაგრამ სამწუხაროდ არის. ჭარბად არის. სამწუხაროდ არის კი ბატონო. უბრალოდ მორალური მხარდაჭერა, ანუ ეს აუცილებელია საზოგადოებაში და ფაქტიურად ანუ
აქ ძირითადი სამოხიოს ფუნქცია რა იყო, რომ ერთად, ანუ საერთო ინტერესები ჰქონდათ, რომ და ეს იყო ძირითადად დაფუძნებული იმ მორალურ პრინციპებზე, როგორიც არის ჰუმანიზმი, როგორიც არის ურთიერთდახმარება და თავარი კიდევ რა იყო, აი ამ რჩევები. ანუ ადამიანს ურჩევდნენ რა ჯობდა, აი გაჭირვების ჟამს, როგორ შეიძლება და არ იყო ბოღმაშური კონკურენცია, რაღაც ყველა ერთმანეთს გვერდში ედგა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მე მახსოვს. და ზუსტად ეს იმიტომ რომ სამოხიო შიგნით ეს როგორც დადა ძმები ისე იზრდებოდნენ. ერთი ოჯახი იყო და ამიტომ ეს ეხლა არის გულისთვის და მცირე ქონების გულისთვის შეიძლება ძმებმა დახოცოს ერთმანეთს სამწუხაროდ. კი, სამწუხაროდ ასე. მე მახსოვს ბავშვობაში ტელევიზორი არ ჩაგვართვებინეს, იმიტომ რომ უბანში იყო ვიღაც ახალგაზრდა გარდაცვლილი. და ამიტომ და თან მე რომ ვიკითხე ძალიან შორი იყო ხოთაშორის ახლოს არ იყო, მაგრამ თურმე ჩვენი სამოხიო იყო და უბანი იყო. კი, ჩემიც ანალოგიურად და ყველს არ მიირთმევდა, იმიტომ რომ ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა და ამის გამო 40 დღე გლოვობდა და არათუ ხორცელს, არამედ გზის ნაწარმოებსაც არ მითხოვდა. ხო, კი ბატონო და ასე გამოხატავდა თავის სოლიდარობას. მე მივესალმებ გავს რაღაცას. ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი. საინტერესოა როგორ ჟღერს ქართულად. კი ბატონო, ჩვენი დღევანდელი თემა არის სამოხიო, მოკლედ მეგრულ სოფლებში უბანს ქმნის ბუნებრივად შემოსაზღვრული ტერიტორია, ძირითადად ეს ხდება გორაკ-ბორცოვან ზოლში, მის ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენს ტყე, ხრამი, ხევი, მდინარე, ღელე, შენაკადები, ასევე სახნავს ათასი ფართობი. უბნის ზრდა მოცემული ტერიტორიის გეოგრაფიულ სივრცეში შესაძლებელ განვითარებაზეა დამოკიდებული. ამასთან ეს ზრდა გამოწვეულია სოციალური და სამეურნეო უჯრედების ოჯახების სეგმენტაციით, რაც თავის მხრივ აპირობებს გამსხვილებული მიკროუბნის გარდაქმნას უბნად, რასაც სამოხიო ეწოდება. რამდენიმე სამოხიოს გაერთიანება კი იწვევს ჯამში მის სოფლად ჩამოყალიბებას. სამოხიო თავის მხრივ შედგებოდა მიკროსოციალური გაერთიანებებისგან, როგორიცაა რამდენიმე გვარის სამოყრო გაერთიანება, დინო და სესლით ნათესაური კავშირი თური. მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სოფელ ზედაეწერი თვითონ ეს სოფელი წარმოადგენდა სოფელ ჩხორის ერთ-ერთ უბანს, რომლის გამსხვილების შედეგად ჯერ ორი სამოხიო გაჩენილა, ხოლო მოგვიანებით მე-20 საუკუნის 20-იან წლებში იგი სოფლად ჩამოყალიბებულა. ასეთივე სურათი გვაქვს ამავე რაიონის სოფელ კოკთან დაკავშირებით. იგი თავის დროზე შეადგენდა სოფელ კახათის ორ უბანს, კაკაჩიებისა და კაკულიების სამოხიოებს. აქვე უნდა ითქვას მართალია მიკროუბნის უბნად, ხოლო უბნების სოფლად გარდაქმნაში გადამწყვეტ როლს შიდა მიგრაციების თამაშობდა, ესე იგი საცხოვრისის გამოცვლილი ოჯახების ჩასახლება ერთი ტერიტორიიდან მეორე ტერიტორიაზე გადასახლება, მაგრამ მასში მაინც განსაკუთრებული ლიწვილი ადგილობრივ განაყრებსაც შეჰქონდათ. ეს რაც შეეხება გვიანდელ პოლიგენურ სოფელს, მაგრამ მონოგენური სოფელი კი ისტორიულად გარკვეული სოციალური და სამეურნეო ორგანიზმებისა თუ უჯრედების გამსხვილებისა და სეგმენტაციის შედეგად ყალიბდებოდა. ამ გზით წარმოქმნილი ჩანს ჩხოროწყუს რაიონის სოფელი ლესიჭინე და ჯგალი წალენჯიხის რაიონში. დღეისთვის ამ სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთი გვარისანი, შესაბამისად სიჭინაები და კვარაცხელიები არიან. აღნიშნული სოფლების უბნებში გაერთიანებულია შორეული განაყრები, ხოლო უბნის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, დინოებში 3-4 თაობის სისხლით მონათესავე ჯგუფები. ასეთივე სურათი გვაქვს იმ სოფლების უბნებსა თუ მიკროუბნებში, სადაც მართალია სოფელი სხვადასხვა გვარებითაა დასახლებული, მაგრამ სამოხიო და დინო მონოგენურია. ხოლო იქ სადაც თვით უბანი ორზე მეტი გვარითაა წარმოდგენილი, თითოეული გვარის დინოები, რომლებიც ერთმანეთის მონათესავე თვლიან თავს, ვნიან შუალედურ გოლს სამოხიო სტრუქტურაში. სამეგრელოს სოფლის უბანს სამოხიოს, რომელიც პარციალური მეურნეობის მწარმოებელი ოჯახებისგან შედგებოდა, გააჩნდა საერთო სარგებლობის ტყე, საძოვრები, წისკვილი, სასაფლაო. სამოხიოს კოლექტიურ საკუთრებაში შეიძლებოდა ყოფილიყო რამდენიმე ხარკამეჩი, გამწევი ძალა, რომლის მეურნეობაში გამოყენეს უფლებით თანაბრად სარგებლობდა ყველა ოჯახი. უბანში პრაქტიკაში იყო ურთიერთდახმარება, როგორც სამეურნეო საქმის წარმოებისას, ასევე ხორცლისა თუ ტირილის შემთხვევაში. ურთიერთდახმარება ხორცელდებოდა შრომის ორგანიზაციის კოლექტიური ფორმებით. ურთიერთდახმარება გულისხმობდა მატერიალურ თანადგომასაც. მაგალითად, მიცვალებულის განსვენებისას ქელეხის გამართვა უბნის საერთო ხარჯებით ხდებოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ უბანი ვალდებულად თვლიდა თავს ეგლოვა მიცვალებული. უბანს ყავდა და ყავს დღესაც ხელმძღვანელად დუდკოჩი, თავკაცი, რომლის თაოსნობისად ხდებოდა და ხდება სამოხიო საერთო მობილიზება საჭიროების ჟამს. სამოხიოში განსაკუთრებულ პატრონას უწევდა ფრივ ობლებს. საინტერესოა, რომ სამოხიოს იდენტური ჩანს გურული სახლეკაცობა. სამეგრელოში სამოხიოს ქმნიდა აგნატიკური გაერთიანება, ანუ საძმო, რომელიც ოჯახურ წარმონაკ წარმოადგენდა და იყო მკაცრად ეგზოგამირებული ერთეული. თუ წარსულში ასეთი ერთეულის სამოხიოს მთლიანობის საფუძველი იყო სისხლით ნათესაობა და სათანადო ეკონომიკური ურთიერთობანი, ჩვენთვის საინტერესო პერიოდისთვის იგი წარმოადგენდა სამეურნეო ერთიანობის შენარჩუნების პრინციპით განპირობებულ მოვლენას. მიუხედავად იმისა, აერთიანებდა თუ არა სამოხიო სისხლით მონათესავე კოლექტივს
თურს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მსგავსად უბნის შიგნით მკაცრად იყო დაცული ეგზოგამია. სხვადასხვა გვარებით დასახლებულ უბანში ეგზოგამიის დაცვა ძველი ვითარებიდან მომდინარე ტრადიცია აპირობებდა. როცა უბანში მხოლოდ ერთი გვარი მოსახლეობდა და საქორწინო კავშირის დამყარებაც სასტიკად იგზალებოდა. ეს ამ საზოგადოები ცნობიერებაში ჩამოყალიბდა როგორც მორალურ-ეთიკური ნორმა. საქმე ისაა, რომ სოფლის ფარგლებში უბანი წარმოადგენს სხვა უბნებისგან განსაზღვრული თვალსაზრისით გამოყოფილ ტერიტორიულ ერთეულს, რომელშიც მოსახლე ოჯახიშვილები თანაშეზდილნი არიან და დადგენილი ხალხური ნორმების დარღვევად ითვლება მათი შეუღლება. ეს თვალსაზრისი პირდაპირ და ლაკონურადაა გადმოცემული ერთ-ერთ ქართულ საქორწინო სიმღერაში მეზობლის ქალს ხსნუ ახლებ ისიც შინაურიაო. უბნის პოლიგენურობის პირობებში ეგზოგამიის დაცვა არის ხალხური მორალურ-ეთიკური ნორმების განპირობებული მოვლენა. რამდენადაც ძლიერ გაფანტული დასახლებების პირობებში, როცა უბნები ერთმანეთისგან დაშორებულები არიან, დადგენილი მორალურ-ეთიკური ნორმები უშვებს სხვადასხვა გვარებით დასახლებულ უბნებს შორის საქორწინო ურთიერთობებს. სამოხიო პირიქით იცავდა თავის საცხოვრებელ გეოგრაფიულ არეალში შემავალ მანდილოსნებს ნებისმიერი შესაძლო ძალადობისგან, როგორიც არის იძულებით ქორწინება, მოტაცება და იღებდა მათზე მფარველობის საკუთარ თავზე. ამდენად სამოხიო იყო უბნური ტიპის დასახლება, რომელიც მოიცავდა გარკვეულ გეოგრაფიულ ტერიტორიულ არეალს, სადაც შემავალი საზოგადოებები, როგორიც არის სისხლთათესავი თური, 3-4 გვარის შემდგარი საძმო ეგრეთ წოდებული დინო, ქმნიდნენ ერთიან ეკონომიკურ, სოციალურ და მორალურ-ეთიკურ ნორმებს. დიდებული ამბავი. წარსულში დაბრუნებას არ ვისურვებდი არანაირად, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ არის რაღაცები, რისი აღდგენის წინააღმდეგი მე პირადად არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ გჭირდება ძალიან ასეთი ყურადღება. კარგია, ხო? კი, რა თქმა უნდა. გვაკლია ყურადღება. რა თქმა უნდა, მორალური მხარდაჭერა აუცილებელია. მადლობა, ასეთ საინტერესო გადაცემისთვის, ბატონლაშა. არანაკლებ საინტერესოს ველოდებით იქ და ხუჩაბაც და გაქვთ რამე ინფორმაცია? ვისაუბროთ თურზე. ანუ რამდენი თაობა შედიოდა, ძალიან საინტერესო და სახალისოა თვითონ ეს სახელწოდებები. ვთქვათ, ამ თურში ვინ შედიოდა და მოკლედ ხო, აი ვთქვათ, ბავშვს ეტყვიან, როცა ეს დაუჯერებელია, შეში უთურია. ანუ ეს დიდი იმად ითვლებოდა ლანძღვად. ანუ უთური ნიშნავს, რომ შენ ურჯულო კი არა, უთვისტომო ხარო და მოკლედ. ხო, მაგრამ მეორეც ხომ არის ხვაშ თურ ხომ ვარენია. ხვაშ თურ ხო ვარენია. ჩქინიან რენია ხვაშ. აი რა ხდება. ესაც კი კარგად არის მეგრულონაში შემონახული თურზე გამოთქმები და ჩქინიან რენია, ვარენია ხვაშ თური. კი ბატონო და ამიტომაც კაფიოდ რო განსაზღვროთ თვითონ თურის სტრუქტურა როგორი იყო, ვინ შედიოდა თურში და რა ფუნქცია მოვალეობები გააჩნდა თურის შიგნით რა დაუწერელი კანონი არსებობდა, ამაზე ვისაუბრებ და მე მგონი არ იქნება უინტერესო. არანაირად პირიქით ძალიან მაგარი გადაცემებია და ის საკუთარ გადაცემებს რო ვაკებთ ხოლმე. როგორ ხო, ეს გამონათქვამი ის არის, ხვაკვა გოცგუა და დუჩა იცქება, მეგრული გამონათქვამია, თუ სხვა მარშე გაქო, საკუთარი თავი შენ თვითონ შეგო და სამის ამბიცია აბსოლუტურად, იმიტომ რომ ხოთშორის გუშინ 1-2 ისეთმა ადამიანმა არ დავასახელებს აყალდაგვარებს, თქვა რომ სასწაულია ეს გადაცემა, უფრო გავკადნიერდი და მივეცი თავს ამის უფლება. რატომაც არა, მარტო ჩვენ გვაქვს ორენაზე მეგრულად და ქართულად ასეთი ფაქტები დადასტურებული და ასეთი კარგი გადაცემა. ასეა საქმე, ჩვენსაც ვაკებთ, თქვენი ვერსიები მოგწერეთ და გავითვალისწინებთ. დიდი მადლობა ბატონლაშა, დაგემშვიდობებით, დავამშვიდობებით მსმენელებს და შევახსენებ ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე რადიო ათინათი.lg, Facebook გვერდზე რადიო ათინათი, YouTube-ზეც და რა თქმა უნდა ლაივ რეჟიმში 105.9-ზე ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მომავალ ხუთშაბათამდე ჯგირო ზოჯუნდათ. მე სოფიო ხუციშვილი ვარ, ბატონი ლაშა ჯიქია, ისტორიკოს-კვლევარი, რომელიც ჩემთან ერთად უძღვება დღევანდელ გადაცემას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას საინტერესო გადაცემებისთვის. დიდი მადლობა თქვენ, მარდის მოგოშინათ, ჯგირო ზოჯუნდათ. სირფასო რადიო და მსმენელებო, კარგად ზანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ. გადაცემის ოდაბადის კინოხონი. ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში. ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.